მე ხვდები, ვესაუბრები დაზარალებულებს, რომლებიც არიან არა მარტო ქიმიური არაღით მოწამლულები, ადამიანები, რომელსაც სერიოზული კვალი დაუტოვათ ფიზიკურმა ძალადობამ, იმ დევნამ, რომელიც ხდებოდა მთელი ქალაქის მასშტაბით, მაცხოვრებლებს, რომლებიც ცხოვრობდნენ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და რომლებიც სერიოზული წნეხის ქვეშ იყვნენ, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იყვნენ. ძალიან სერიოზული არის ბავშვების მშობლები, იმ ბავშვებისა, რომლებიც მოწამლულ რუსთაველზე მთელი 15 დღის განმავლობაში დადიოდნენ სკოლაში. ასევე ძალიან სერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც ქართულმა ოცნებამ, რომლებსაც ქართულმა ოცნებამ ნაძვის ხის ზეიმზე დაუძახა ამ ყველაფრის შემდეგ. ხალხო, თვითონ ურევდნენ რაღაცა საშინელებებს ამაში, რა ქვია, მომწამლელ ნივთიერებებს და შემდეგ იმავე ადგილას ბავშვებს და მშობლებს ეძახოდნენ იმისთვის, რომ ნაძვის ხის ზეიმით გადაეფარათ ყველაფერი. ეხლა ამ ხალხზე გვაქვს ჩვენ საუბარი და ჩვენ საუბარი გვაქვს იმ ბავშვებზე და მშობლებზე, რომლებიც იყვნენ მაშინ შეიძლება იყვნენ ქართული ოცნების მომხრეები. საკუთარი ხალხის მოწამვლაზე არის აქ საუბარი. მოკლედ, რაც შეეხება ქიმიური არაღს, ერთი ნაწილი არის სამართლებრივი ნაწილი, რაზეც მუშაობა გრძელდება და მნიშვნელოვანია, რომ ყველას კონდეს თავისი საბუთი, რაც აქვს დოკუმენტები, სასწრაფოდან დოკუმენტები, ექიმებიდან მოპოვებული დოკუმენტები მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამართლიანობა იზეიმებს, სიმართლე დადგინდება და ამ ხალხს ჩვენ უნდა ვუპატრონოთ საქართველოს. მაგრამ ეს ყველაფერი გჭირდება საერთაშორისო გამოძიებისთვისაც და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ეხება ჯანდაცვას.